მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. პირველ რიგში გვინდა მიულოცოთ დედის დღე ყველა დედას, უსურვოთ მათ ბედნიერება და დედობრივი სიხარული. და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შოთა თხელიძე, შოთა დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ჩვენი სასაუბრო თემა იქნება რა თქმა უნდა მიმდინარე მოვლენები, ასევე ის პერსპექტივები, პროგნოზები, რასაც უნდა ველოდეთ, უყურებთ რომ კრიზისში შესულია უკვე მსოფლიო და შეიძლება იმედი გქონდეს ბევრს რომ ეს ადვილად დაიძლევა და მხოლოდ რამდენიმე წელი შეიძლება გაგრძელებულიყო, მაგრამ როგორც წესი ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი კრიზისების მხოლოდ დასაწყისია ხოლმე ის რაც ახლა ხდება. ამიტომ დიდი გადაწყობის, გადალაგების პროცესში ვართ, რომელიც რაც შევა ტკივილის გარეშე უნდა გაიაროს ჩვენმა იმ ქვეყნებმა, იმიტომ რომ როგორც წესი ხოლმე, რაც უფრო ახლოს ხარ ამ შემთხვევაში წყალებში მეგობარ ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში როგორც შეერთებული შტატები შეიძლება იყოს პარტნიორ ქვეყნებთან, კრიზისების დროს ზუსტად პირველ საკუთარ ყველაზე ახლო მეგობრებს წირავს ასეთი ქვეყნები და ეს მაგალითიც ჩვენ ნახეთ ევროპის სახით, რომელიც ამდენი ხანი ასეთი მოკავშირე იყო მისი და ყველაზე ნათლად კი ალბათ რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ ზელენსკის და ტრამპის შეხვედრაზე, რომლისკენაც მიდიოდა კიდეც ეს პროცესი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამას მოველოდით, არ მოველოდით ალბათ ამ ფორმებით. რა ფორმითაც ეს მოხდა და ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. და ტრადიციულად მინდა სტალინის ციტატით დავიწყოთ ჩვენი გადაცემა და ეს არის 1930-31 წლებში დაწერილი ურთიერთობა SSR კავშირსა და კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის. ზემოთ მე ვილაპარაკე მსოფლიო კაპიტალიზმის წინააღმდეგობათა შესახებ, მაგრამ ამ წინააღმდეგობათა გარდა არსებობს კიდევ ერთი წინააღმდეგობა. მე ვილაპარაკობ კაპიტალისტურ სამყაროს და SSR კავშირის შორის არსებულ წინააღმდეგობაზე. მართალია ეს წინააღმდეგობა არ შეიძლება მივიჩნიოთ შინა კაპიტალისტური ხასიათის წინააღმდეგობად. იგი არის წინააღმდეგობა მთლიანად კაპიტალიზმსა და სოციალიზმის მშენებლობის ქვეყანას შორის. მაგრამ ეს ხელს არ უშლის მას არ ღვევდეს და არ ყევდეს კაპიტალიზმის თვით საფუძვლებს. უფრო მეტიც, იგი ძირამდე აშიშვლებს კაპიტალიზმის ყველა წინააღმდეგობას, თავს უყრის მათ ერთ კვანძში და აქცევს მათ თვით კაპიტალისტური წესწყობილების სიკვდილს სიცოცხლის საკითხად. ამიტომ ყოველთვის, როცა კაპიტალისტური წინააღმდეგობანი მწვავდება, ბურჟუაზია თვალს საბჭოთა კავშირისკენ მიაპყრობს. ხომ არ შეიძლება კაპიტალიზმის ესა თუ ის წინააღმდეგობა ან ყველა წინააღმდეგობა ერთად აღებული გადაიჭრას SSR კავშირის, საბჭოების, ამ ქვეყნის რევოლუციის, ამ ციხესიმაგრის ხარჯზე, რომელიც მარტო თავისი არსებობით არევოლუციურებს მუშათა კლასსა და კოლონიებს, ხელს უშლის ახალი ომის მოწყობას, ხელს უშლის მსოფლიოს ახლებურად გადანაწილებას, ხელს უშლის იბატონონ მის ვრცელ საშინაო ბაზარზე, რომელიც ასე სჭირდებათ კაპიტალისტებს, მეტადრე ახლა ეკონომიურ კრიზისთან დაკავშირებით. აქედან წარმოსდგება ტენდენცია SSR კავშირის წინააღმდეგ ავანტურისტული გამოლაშქრებისა და ინტერვენციისა, რომელიც ტენდენციას უნდა გაძლიერდეს მზარდ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი როგორც ასეთი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ ეხლა ვუყურებთ, როგორც ცდილობდა უпростоრეთ დასავლეთი, თავიდან დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო გეგმა, რომ მას უნდა ჩამოეშალა ან მისი ბაზრებზე შეღწევა უნდა მოეხდინა რუსეთის ბაზრებზე, ხოლო რომ შემდეგ გამოეყენებინათ ჩვენი გადმოსახედიდან სოციალისტური ჩინეთის წინააღმდეგ მისი ბაზრების ასათვისებად, მაგრამ ეს გეგმა როგორც ჩანს ჩაიშალა და ახლა როგორც ამბობენ საკუთარი თავის ჭამას იწყებს. უბრალოდ საკუთარი თავისა, საკუთარი ყველაზე ახლო პარტნიორების და მეგობრების ჭამას იწყებს ეს ცენტრალიზებული ნეოლიბერალური სისტემა. და მინდა რომ აი პირველ რიგში ამაზე დავიწყოთ საუბარი, ამ ანალიზზე, რისი მომსწრეები ვართ ახლა, რა ვერ მოხდა, რა გეგმა იყო ალბათ და ეს თუ არის ეს გეგმა B, რომ დაცალოს ინდუსტრიებისგან უკვე ევროკავშირი, ჩვენ ვხედავთ, რომ 25%-იან ტარიფებს უწესებს, ან ფაქტიურად არჩევანის წინაშე აყენებს, დაეხმაროს აღმოსავლეთს, ამ შემთხვევაში უკრაინას, დასავლეთ ევროპა, თუ თავი გადაირჩინოს და მთლიანად ჩამოშორდეს და დაუთმოს გავლენის სფეროები, ასევე კაპიტალისტურ რუსეთს. ხო, მოდი შენ შეეხე რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის მოტივებს. მაგ არგუმენტს, რომ მაგალითად დასავლეთს სურდა რუსეთის დაშლა და რაღაც მის ბაზრებზე შესვლა, აქვს ერთი კონტრარგუმენტიც. დასავლეთს რეალურად რუსეთის ტერიტორიული დაშლა შეიძლება არ ყოფილიყო მის ინტერესში, იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორიული დაშლა ქმნის წინაპირობას იმის, რომ მთელი ციმბირის სივრცე აიფრისოს ჩინეთმა. ამიტომ პირიქით რუსეთის ტერიტორიული დაშლა შეიძლება იყოს ჩინეთისთვის პოტენციურად ხელშემწყობი. ანუ რეალურად დასავლეთის მოტივი უფრო იყო რეჟიმის ცვლილება რუსეთში, ისეთი რეჟიმის, რომელიც საკუთარ ინტერესებს, ასე ვთქვათ, გაატარებინებდა აი ამ ბაზარზე
მარტივად შევიდოდა და იმ რესურსებს, რაც მაგალითად რუსეთის ფედერაციას ჰქონდა, მარტივი წვდომა ექნებოდა დასავლეთს. ჩვენ ახლა რას ვხედავთ? დასავლეთი ამ შემთხვევაში კონკრეტულად შეერთებული შტატები რამდენიმე მიმართულებით შევიდა ჩიხში. პირველი ეს იყო გეოპოლიტიკური პოლიტიკური მიმართულება. ეს ჩიხი იყო უკრაინის ომი, რომელიც გაგრძელების შემთხვევაში აუცილებლად გადაიზრდებოდა, მესამე მსოფლიო ომში დაახლოებით, შეიძლება ბირთვულ ომშიც ამაზე, ასე ვთქვათ, ლაპარაკი უკვე ბოლო 3 წელიწადია მიმდინარეობდა. მეორე ჩიხი ეს არის ეკონომიკური ჩიხი, ყველა პარამეტრებით რაღაც მაგალითად 10 წლის პერსპექტივაში შეერთებული შტატები ვეღარ იქნება პირველი ეკონომიკა მსოფლიოში. საწარმოო სიმძლავრეებით ის უკვე თითქმის ნახევარზე ნაკლები აქვს მას საწარმოო სიმძლავრეები რაც აქვს ჩინეთს. ჩინეთს აქვს იმდენივე ინდუსტრიული ზომის სექტორი ეკონომიკის, რამდენიც ევროპას და ამერიკას ერთად. პლუს ამას ვალი იზრდება ასტრონომიულად, მხოლოდ კოვიდის შემდგომ შეერთებული შტატების ვალი დაახლოებით 50% გაიზარდა, დაახლოებით იყო 22 ტრილიონი, 23 ტრილიონი და გახდა 36 ტრილიონი, წარმოიდგინეთ 4 წლის განმავლობაში პლუს 15 ტრილიონი დაემატა ვალს და რაც თავარია საბიუჯეტო დეფიციტიც ყოველწლიურად იზრდება ტრილიონზე, ტრილიონ ნახევარი აქვს საბიუჯეტო დეფიციტი ყოველწლიურად. ეს არის ეკონომიკური ჩიხი, რომლიდანაც ანუ ეს აუცილებლად გარკვეულ დროში გამოიწევდა კრიზისს. ეს იყო ასე გარდაუვალი და მესამე ეს იყო კულტურული ჩიხი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეგრეთ წოდებულ ვოუქიზმის სახით, რომელსაც არ აქვს როგორ ვიტყვი, განგზობადობა, არ აქვს საყოველთაობა და არ არის როგორ ვიტყვათ. აი ვოუქიზმი რო განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს სამშობლოში, როგორ განუმარტავთ ამას ყველაზე მარტივად. უმცირესობების კიდე უმცირესობებად დაყოფა, ამ უმცირესობების მე ერთმანეთთან დაპირისპირება, გლობალურ, ანუ ამ კოლექტიური უმცირესობების დაპირისპირება უმრავლესობასთან, თავს მოხვევა საკუთარი, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის, რომელიც არ ეფუძნება არანაირ რაღაც კულტურულ სამეცნიერო არგუმენტაციას, უბრალოდ ეს არის რაღაც რწმენის დონეზე შეხედულებები, რომელსაც უმცირესობები ცდილობენ, რომ უმრავლესობას მოახვიოს. აი ეს სამი ჩიხი იყო შეერთებული შტატები, აი ამ ჩიხის წინაშე და ეს რეალურად ჩვენ ტრამპის სახით ხედავთ გადატვირთვას ამ სამივე მიმართულებით, იმიტომ რომ ასე გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა. ბევრი ხა იტყვის, რომ აი ტრამპმა მოახდინა ეს ყველაფერი, აი ბაიდენი რო ყოფილიყო გაგრძელდებოდა იგივე, მაგალითად უკრაინის მიმართულებით, ხო? მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ადრე თუ გვიან ეს მომენტი დადგებოდა. უბრალოდ ომი რაღაც გაიწელებოდა, მეტი მსხვერპლი იქნებოდა, მეტი ტერიტორიული დანაკარგი, მაგრამ ეს მომენტი აუცილებლად დადგებოდა. როგორც ჩვენ ახსენე, შეიძლება უფრო რბილი ფორმები ყოფილიყო გამოყენებული, ვერბალური, რაღაც ესეთი ვიზუალურიც, ნახეთ ხო, ოვალურო ფიში რაც მაგრამ ეს მომენტი აუცილებლად დადგებოდა. ტრამპმა ამჯობინა, რომ ეს ჯობი ადრე ჯობდა გაკეთებულიყო, ვიდრე გვიან. ახლა ეს გადატვირთვა შენ სწორად ახსენე, პირველი გადატვირთვა არის ეს უკრაინის ომის გაჩერება და ის გლობალური საფრთხის მოხსნა მსოფლიოში, რასაც ვთქვით, მესამე მსოფლიო ომი, ამ შემთხვევაში რუსეთთან ორი ყველაზე დიდი ბირთვული ქვეყანა ერთმანეთთან კონფლიქტში აღმოჩნდებოდა, თუ ეს ომი გაგრძელდებოდა. მეორე გადატვირთვა ეს ეკონომიკური გადატვირთვა ეს არის, რაც ახსენე, შიდა ინდუსტრიული გაძლიერება, რომელსაც მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ და ეს ტარიფებიც რეალურად ემსახურება იმას, რომ სხვა ქვეყნებიდან, მის ამერიკის მოკავშირე ქვეყნებიდან ინდუსტრიები გადავიდეს შეერთებულ შტატებში. მოპაროს ინდუსტრიები ამ შემთხვევაში. პირდაპირ განაცხადა კიდევაც ტრამპმა, მოუწოდა ევროპელ მწარმოებლებს და კანადელ მწარმოებლებს, რომ გადმოდით ამერიკაში და მე მიზერულ ტარიფ გადასახადებს დაგიწესებთ და ეს იქნება თქვენს მომგებიან. მაგრამ ახლა ესეც ჯერჯერობით ეს განცხადების დონეზე რჩება და ეს ტარიფები შენ ახსენე, ეს ინდუსტრიული პოლიტიკა ახსენე და ენერგოპოლიტიკის განადგურება ევროპისთვის, რომელიც ასევე შეერთებული შტატები იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ იაფი რუსული გაზი თუ აღარ ექნა, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ქვეყნებს, მაშინ ის იძულებული ხდებიან იყიდონ შეერთებული შტატების 2-ჯერ და 3-ჯერ და თუ 4-ჯერ არა ძვირი გაზი, ესეც დამატებით შემოსავალია შეერთებული შტატებისთვის. მინდა რომ აი ევროპის საკითხები საუბრობთ. კულტურული გადატვირთვაც ხდება ტრამპის, მოგეხსენებათ ერთ-ერთი მთავარი ხაზი ტრამპის ამ გადატვირთვის არის ეს მე ამას არ ვეძახი რაღაც კონსერვატიულ შემოbrunებას, ამას ვეძახი უბრალოდ ნორმალიზებას, რომ რაღაც რაც იყო მანამდე სტატუს-კვოს დაბრუნებას, რაც იყო აი ამ
ვოუკიზმის ეპოქამდე რეალურად. 2000-იანების დასაწყისამდე, რაც დაახლოებით ეს ვოუკიზმის ტალღაც დაკავშირებულია ეკონომიკურ კრიზისთან, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან და ეს ტალღა იზრდება 2009-10 წლებიდან, ბოლო წინა დეკადიდან, როდესაც ეს ფინანსური კრიზისი მოხდა სოფლიოში. ადამიანები დავჭრნენ უმუშევრები, ვინც შეინარჩუნა სამსახური, მათი ხელფასები ან არ გაზრდილა, ან შემცირდა. პენსიების რაოდენობა დასავლეთში, ანუ ინფლაციასთან მიმართებაში ისი არ იზრდება, როგორც იზრდებოდა და იყო, ასე ვთქვათ, დასავლეთი იდგა შიდა ასეთი პროტესტების ზრდის, ასე ვთქვათ, წინაშე და ამას დაუპირისპირეს, ასე ვთქვათ, ოლიგარქიულმა ელიტებმა ორი რამ, ეს იყო ვოუკიზმის გააქტიურება და მეორე იყო მიგრაციის გააქტიურება, იმიტომ რომ ადამიანისთვის ახლა რთულია აუხსნა, რომ რაღაც ეკონომიკური სტრუქტურული პრობლემებია შენი პრობლემა, ვიდრე ხა ადამიანი, რომელიც უცხო რაღაც აბსოლუტურად სხვა კულტურიდან მოდის და შენს, ასე ვთქვათ, კულტურულ სივრცეში და კომუნაში იკავებს ადგილს და შენ რაღაცებს გართ მისთვის უფრო ადვილია რომ ამას დააბრალოს. ამიტომ ეს ორი მექანიზმი თუ დააკვირდებით 2010-იან წლებში იყო, ასე ვთქვათ, გააქტიურებული. ამაზე მინდა რომ დავაკავშიროთ, ანუ დასავლეთი და დასავლური მედია ამ შემთხვევაში ამბობს, რომ 2008-9 წლის კრიზისები დაიძლია. ხო, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ამის გაგრძელება ამ შემთხვევაში. და მინდა რომ აი ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ანუ 2009 წელს რა მოხდა ამ შემთხვევაში. მაშინ ჯერ კიდევ ძლიერი იყო საფრანგეთი, გერმანია და საფრანგეთმა და გერმანიამ დაახლოებით იგივე გაუკეთეს სუსტ ევროკავშირის ქვეყნებს, ანუ საბერძნეთს, ესპანეთს, ირლანდიას ამ შემთხვევაში, რასაც ახლა ცდილობს, რომ გაუკეთოს შეერთებულმა შტატებმა მთლიანად ევროპას, ხო? და მინდა რომ ჯერ პირველ რიგში ეს ეკონომიკური კრიზისების ბმა აღწეროთ, ანუ რატო არ არის ეს ეკონომიკური კრიზისი დაძლეული და უბრალოდ თუ გადავადება ქვია ამას, გადავადება დავარქვა. თუ ეს მიმდინარე კრიზისი იყო, რომელიც უბრალოდ ზუსტად აი ვოუკიზმის ტალღის გამო და იმის გამო, რომ ფაქტიურად რეალობაზე თვალი დახუჭული იყო და აკრძალულიც კი იყო რეალობის აღწერა, შეგვიძლია პირდაპირ თქვა, დაცენზურებული იყო რეალობის აღწერა წმინდად რაციონალური თვალსაზრისიდან, ამან მოიტანა ის, რომ აი ესე მტკივნეულად ვეჯახებით ახლა ამ რეალობას. დასავლეთი დადგა ესეთი რეალობის წინაშე, რომ ფინანსიალიზებული კაპიტალიზმი ვერ მუშაობს, როდესაც წარმოჩინდება რეალური პრობლემები. და ეს როგორ გითხრათ, კატალიზატორი მოვლენა იყო უკრაინის კონფლიქტი. ან ომი ყოველთვის არის, ომი რეალურია, ომი არის რეალური პრობლემა და ამ რეალურ პრობლემას შენ ვერ გაუმკლავდები ფინანსებით. ხო, ან მაგალითად დღეს ახლა უკრაინის პრობლემა ხო რა არის, ხო? კი, მაგალითად დასავლეთ ევროპასაც და შეერთებულ შტატებსაც შეუძლიათ რაღაც თითქმის εν რაოდენობის თანხა ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას, მაგრამ ფულით ხო ვერ იომებ ფრონტზე, გჭირდება იარაღი გჭირდება, ხო? იარაღის მასობრივი წარმოება დასავლეთში ისეთი მასშტაბები აღარ აქვს, ხო? მარკ რუტე გამოვიდა რამდენიმე კვირის წინ და თავად თქვა, რომ რასაც ჩვენ ერთ თვეში ვაწარმოებთ, სამჯერმეც ამ შემთხვევაში რუსეთი აწარმოებს, ხო? ანუ ეს აი ამ კრიზისის წინაშეა რეალურად ახლა ფინანსური კაპიტალიზმი არის, მოდი დავარქვათ ამას კრიზისში და ამას ჭირდა ტრამპის ამაზეა რეაქცია, ხო, ამ ინდუსტრიებზე როდესაც საუბრობთ, ხო? და უკრაინის კონფლიქტის გარდა კიდევ არის ეს ჩინეთის საკითხი, რომ ჩინეთის არანორმალურმა ინდუსტრიალიზაციამ და აი ამ რომელმაც რეალურად გახადა ნომერი პირველი ეკონომიკა მსოფლიოში, ამაზეც არის რეაქცია, რომ რაღაც ინდუსტრიულ ფესვებთან დაბრუნება დასავლეთის. თუმცა ეს ამდენად მოხდება, ეს საკმაოდ რთული საკითხია და იცი როგორ არის, დასავლეთში უკვე დაიკარგა ვერ ვიტყვი, მაგრამ გარკვეული რაღაც ესეთი სენსორები უკვე დაჩლუნგდა აი ინდუსტრიული სექტორის მიმართ. ანუ ეს საწარმო ცოდნები, ინოვაციები და ისეთივე აღარ არის, როგორც იყო მაგალითად პოსტ-მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ხო? ეს ცოდნები რაღაც ის გადავიდა იქით ჩინეთში და ეს, ასე ვთქვათ, იქ გენერირდება როგორც ცოდნა, ასევე წარმოებაც. შევადაროთ 2008-9 წლებამდე ევროპა და ეხლანდელი ევროპა ამ შემთხვევაში და რატო ვკითხულობ ამას? ანუ თითქოს ევროპა ჯერ კიდევ პოზირებს, რომ ის არის წამყვანი ძალა, არა მხოლოდ კონტინენტზე, არამედ მსოფლიოში, რომ ის არის ანგარიშგასაწევი ძალა, მაგრამ
ფაქტიურად სილას აწნავს ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები, როდესაც ის მოლაპარაკებებზეც კი არ ისვამს იმ წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს გულისხმობ, როდესაც რეალურად მართლაც ამ კონტინენტზეა ბრძოლა და ევროპამ არაერთხელ, რამდენად მართალია ეხლა რომ ის რუსეთი მათთვის მილიტარისტულ საფრთხეს წარმოადგენს ეს კიდე გარჩევის საგანია, უნდა თუ არა მაგალითად ბერლინამდე ჩასვლა ან ლისაბონამდე რუსეთს ან შეუძლია თუ არა საერთოდ ლისაბონამდე ჩავიდეს, მაგრამ ისინი ამ პოლიტიკას აწარმოებენ, ხო? ანუ ამ პროპაგანდას აწარმოებენ, რომ თუ არ გავაჩერეთ ჩვენ აქ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი ჩავა ლისაბონამდე და გაჟღერდა კიდეც ზელენსკის პირით, რომ ეს ოკეანე თქვენ ვეღარ დაგიცავთ, ჩვენ თუ აქ დავმარცხდით, ხო? ანუ რეალურად შეერთებული შტატების და ევროპის ურთიერთობის დინამიკა რო განვიხილოთ, ეს იყო მიზანმიმართული შეერთებული შტატების მიერ, თუ ეს იყო უბრალოდ ქაოტური კრიზისი, რომელშიც ვიღაცა უნდა დამარცხებული იყო და უბრალოდ ესე აღმოჩნდა. ანუ იყო თუ არა შანსი ის, რომ ევროპა ძლიერი გამოსულიყო ამ კრიზისიდან, თუ უბრალოდ ეს უკვე წინასწარ გადაწყვეტილი იყო, რომ ევროპა ამ კრიზისიდან ვეღარასდროს ვეღარ გამოძვრებოდა. ჩემი აზრით მან მოხდა შიდა ელიტური კონფლიქტი, განხეთქილება. შეიძლება ხო აი მაგალითად მე ვთვლი რომ ერთი ამ ელიტის ნაწილი არის ეგრეთ წოდებული დაოსის ჯგუფი და მასთან ასოცირებული ოლიგარქია, ну იქნებოდა ეს ბილ გეიტსი, ევროპელი ოლიგარქები, ну Wall Street-ი და ასე შემდეგ და მას დაუპირისპირდა აი ეს ნეოტექნოლოგიური ციფრული ოლიგარქია. აი ამ ძველ კლასიკურ ოლიგარქიას და ამ ორ ელიტურ ოლიგარქიას შორის ხდება დაპირისპირება. ну აქეთ ვიცით მასკი და ზუკერბერგი და ხა უკვე ბეზოსიც შეუერთდა მათ აი ამ კლასტერს მოდი ეს დავარქვათ. ამ ორ დიდ ელიტას შორის ხდება განხეთქილება და რეალურად აი ეს ყოფილი establishment-ი უკვე ყოფილი რაც იყო შეერთებულ შტატებში, ხო, რომელსაც ახლა დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ებრძვის, რეალურად ამ ევროპული establishment-ი იყო ამის გაგრძელება. ანუ ერთი გლობალური ელიტა იყო ევროპული და ეს ამერიკული ელიტები და რეალურად ახლა სურს აი ყოფილ კლასიკურ ოლიგარქats, ასე ვთქვათ, გამოიზამთროს ევროპის ხარჯზე და მას იმედი აქვს, რომ ტრამპი კიდევ ესე დროებითი მოვლენაა და ნუ რაღაც ეს სოფხედველობა რაც ტრამპმა მოიტანა შეერთებულ შტატებისთვის, დროებითი მოვლენაა და ისევე დაუბრუნდებიან, ასე ვთქვათ, კლასიკურ სოფხედველობას, რაც ნუ გულისხმობს ამ ნეოკონსერვატიზმს სოფლიო მასშტაბით. თვითონ ახლა ევროპის შემთხვევაში რატომ არის ეს რიტორიკა, აი შენ ახსენე, რომ რუსეთის საფრთხის ხელოვნური გენერირება. ნუ ხელოვნური მე ვიძახი, მაგრამ მათთვის შეიძლება ახლა ბუნებრივად ასე ვთქვათ ჟღერდეს. ესეთი საფრთხის გენერირება არ ხდება, იმიტომ რომ რეალურად მართლა საფრთხეა. აქ არის ორი ძირითადი მთავარი მოტივი ამ შემთხვევაში, აი ამ ევროკავშირის ხელისუფლების, მთავრობა რასაც ქვია, ევროკომისია და რა არის ეს ორი ძირითადი მოტივი. ამ საფრთხის გენერირებით მას სურთ ძალაუფლების კონცენტრაცია ერის სახელმწიფოებიდან უფრო მეტად. რომ აი საფრთხე არის ყველასი და ეხლა ცალკე ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდებით, ცალკე რაღაც პოლონეთი, ცალკე ჩეხეთი ვერ გავუმკლავდება, ამიტომ მაქსიმალური ძალაუფლება, გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და ერთპიროვნული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გადავიდეს ბრიუსელის ხელში. ეს არის ერთი მოტივი, ანუ როგორ გითხრათ, ძალაუფლების კონცენტრაციის ერთი მოტივია და მეორე ეს არის ევროკავშირმა შექმნა საკუთარი ბიუჯეტი. ანუ აქამდე, ანუ როგორც ორგანიზაციას საკუთარი ბიუჯეტი კი აქვს, მაგრამ არ აქვს ამ ბიუჯეტის, როგორ გითხრათ, თვითონ შედგენის შესაძლებლობა. ამ ბიუჯეტს ადგენს სახელმწიფოების ბიუჯეტების წილები, ხო? ქვეყნები იხდიან ამ ბიუჯეტში და მის შემდგომ იკარგება. ანუ დამოუკიდებელი ბიუჯეტი უნდა შექმნას, რომელიც მოხმარდება მილიტარიზაციას, რომელიც, ну, არ ვიცი, ხა ეს მილიტარიზაცია ვის ინტერესებში შედის ევროპის მასშტაბით ცოტა რთულია ვთქვათ, იმიტომ რომ წარმოებელი საწარმოო სიმძლავრები ამ გაგებით მხოლოდ რაღაც გერმანიას დარჩა რაინმეტალის სახით და ის რაინმეტალიც იმ მასშტაბებზე ვერ მუშაობს, ამ მასშტაბებიც არის ამ შემთხვევაში საჭირო. ეს მილიტარიზაცია ისევე შეერთებულ შტატების ინტერესებში, იმიტომ რომ გარდაულად მოუწევს ევროპულ ქვეყნებს შეისყიდოს
ამერიკული ნაწარმი შეიარაღების სახით და აქ არის კიდევ ერთი ჩვეულებრივი ფორმალობა და მოთხოვნა კრიტერიუმი თუ ნატოს წევრი ქვეყანა ხარ შენ უნდა შეესაბამებოდე ნატოს საერთო კრიტერიუმს ეს ნიშნავს იმას რომ ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს საერთო შეიარაღება ეს ნიშნავს იმას რომ ყველა ქვეყანამ უნდა იყოს ამერიკული იარაღი ამიტომ ეს მილიტარიზაცია ჩემი აზრით ევროპის ინტერესებში არ შედის ეს უფრო ამერიკის ინტერესებში შედის ამ შემთხვევაში თუ ეხლა ჩვენ ხო დაუბრუნდები იმას რომ ევროპა თუ შეძლებს დამოუკიდებლად მილიტარიზაციას ხო ჩემი აზრით ესეც არის ორი მიზეზიდან გამომდინარე თითქმის გამორიცხული პირველი ის რომ როგორც ვახსენეთ ევროპაში არ არის იმ დონის საწარმო ძალები რომ მან უზრუნველყოს ამ დონის მილიტარიზაცია რომ კონკურენცია გაუწიოს რუსებს მე ანუ ამაში მოიაზრება ის რომ რესურსულად ევროპა არის ამ მხრივ მწირი ნუ მინიმუმ ამას ჭირდება ფოლადი და ენერგომომარაგება ამისი რესურსები არ არსებობს უბრალოდ მაგალითად ერთი ტანკი რო აწარმოოს რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ დაждდება 4ჯერ და 5ჯერ ძვირი, რასაც მაგალითად რუსები აწარმოებენ. იმიტომ რომ მათ ფოლადიც აქვთ უხვად და ნუ ეს ენერგეტიკული რესურსებიც უხვად. და დაუშვათ მაგალითად ესეც შესაძლებელია, ხო? ჩემი აზრით შეერთებული შტატები არასოდეს დაუშვებს იმას, რომ ევროპამ დამოუკიდებლად მოახდინოს მილიტარიზაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი მილიტარული სუბიექტი ნიშნავს იმას, რომ ის არის დამოუკიდებელი გლობალური მოთამაშე. შეერთებულ შტატებს რეალურად არ სურს ევროკავშირი გახდეს დამოუკიდებელი გლობალური მოთამაშე, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ახლა ჩვენ რაც აღწერეთ, ხო, ეს რესურსული გაწოვა, ეს დავარქვათ ამას წურბელობა შეერთებულ შტატებში. უშახელი ინდუსტრიები. უშახელი, ხო, ეს ხო, მის ინტერესში არ შედის ახლა. არანაირ, ხო, არის მაგალითად ახლა ბოლო დღეებში, აი ამ ოვალურ ოფისში მიმდინარე რაღაც ინციდენტის შემდგომ არის ესეთი ნარატივი შექმნილი რომ აი ნატოს რამდენად აქ მომავალი ამ ორგანიზაციას თუ არის თუ არა ეს ამ ორგანიზაციის დასასრული მაგრამ მე ამას ესე არ ვხედავ იმიტომ რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება თუ რატომ უნდა დაშალოს ნატო შეერთებულმა შტატებმა იმ მიზეზებიდან გამომდინარე რაც ვახსენე ეს არის გასაღების ბაზარი მისი იარაღის და ეს არის ეკონომიკური აქტივაციის და ინდუსტრიალიზაციის საშუალება ნატო ამერიკის შეერთებული შტატების. ამიტომ ეს არ თან ნუ მინიმუმ ახლა უბრალოდ ამ ევროპული ელიტების კონტროლის საშუალებაც არის, ხო და ნუ რატომ უნდა დაშალოს ვერ ხვდები. ანუ უბრალოდ მას სურს როგორ გითხრათ, რესურსული და ფინანსური ხარჯების ტვირთის ჩახსნა თავის თავზე და რასაც ითხოვს რომ 5% დააკმაყოფილეთო. ანუ შეერთებულ შტატებს აღარ უნდა ის რომ ასე ვთქვათ რუსეთთან კონფლიქტში ხარჯოს რესურსები და დრო, იმიტომ რომ ამასობაში თავარი მისი კონკურენტი ძლიერდება და ამაზე დროის ხარჯვა აღარ გამოდის, ამიტომ უნდა რომ ეს საკითხი მიანდოს ევროპელებს, მას თხოვს რომ გაზარდონ ეს ბიუჯეტი, ამ გაზრდილი ბიუჯეტით იყიდონ ამერიკული შეიარაღება და ამ ამერიკული შეიარაღების შემდგომ გაუწიონ კონკურენცია ასე რუსულ ჭალებში ასე ვთქვათ საფრთხეს. აი ორი კითხვა მაქვს ხა ამასთან დაკავშირებით ჩვენ ახლა ევროკავშირი ვახსენეთ როგორც ერთიანი სუბიექტი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ერი სახელმწიფოებისგან შემდგარი და ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობა აი რაც თქვენ თქვით და მაგრამ აქ არის ერთი პატარა მაგრამ და აი ამაზე მაინტერესებს იქნება პირველი კითხვა ნუ ჩვენ ვნახეთ რომ სტარმერია ხო მე მგონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სწორად თქვა გვარს დაპატიჟა თითქმის ყველა ნატოს წევრი ქვეყანა და ევროკავშირის ქვეყანა 6-ში არის უსაფრთხოების შეხვედრა, მაგრამ გამორიცხა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ანუ რაც შეიძლება ეს მივაწეროთ, იმიტომ რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არიან ყველაზე ანტირუსული განწყობების და ანტიპუტინისტური, ასე ვთქვათ, მედროშეები. ხო, ანუ რაც შეიძლება ეს მივაწეროთ, ერთი ის რომ უთმობს პოსტსაბჭოთა სივრცეს გავლენებისთვის რუსეთს. პოლონეთის გარდა აღმოსავლეთ ევროპიდან თითქმის არ იყვნენ წარმომადგენლები, აი ლონდონის შეკრებაზე. არა, დაპატიჟებული ეხლა უკვე ლონდონის შეხვედრაზე რა მე 6-ის სამი ვამბობ ამ შემთხვევაში. ანუ უთმობს ერთია რომ ანუ ეს არის უფრო სწორი შეხედვა რომ უთმობს თუ პირიქით ცდილობს რომ ისეთი არავინ ყავდეს შეხვედრაზე რომელიც რაღაცა ძალიან ანტირუსულ პოზიციებს დაიჭერს რომელიც საბოლოო ჯამში მთლიან შეხვედრაზე რუსეთის პროპაგანდას ათქმევინებს რომ ევროპა ჩემს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეიკრა. მთლიანად ხო? და აი მეორე კითხვა რაც ამას მოყვება
ცოტა უფრო ვრცელი კითხვა ამ შემთხვევაში. ჩვენ ვხედავთ თუ ისტორიულ გამოცდილებას გამოვიყენებთ, ხო დაახლოებით 30-იან წლებში საიდანაც ახლა ამ შემთხვევაში ცილადაც რომ წავიკითხე 30-იან წლებში დაახლოებით იგივე ხდება. შეერთებული შტატები ევროპის ომის ხარჯზე აღარიბებს და იღებს მთლიანად სიმდიდრეს ევროპიდან და შემდეგ საკუთარ სესხებზე თუ გრანტებზე თუ რაც შეიძლება დახმარებებზე ჩამოკიდებულ ევროპას უწევს მილიტარიზაციას და შემდეგ უხსევს საბჭოთა კავშირს. ხო, ანუ ეს მოკლედ რო აღწეროთ, ეს იყო ის ისტორიული რეალობა. ანუ ამის ნიშნებს ხო არ ხედავთ კიდე? ხო, პირველი კითხვა მე ასე მგონია, რომ ჩვენ შევედით რეალიზმის ეპოქაში, სადაც დამთავრდა ესეთი 30 წლიანი 30-იანი, შეიძლება 75 წლიანი 80 წლიანი იდეალიზმის ეპოქა, სადაც გარკვეულწილად ასე მულტილატერალიზმი და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება იყო, ასე ვთქვათ, მისაღებიდან რაღაც ყველა ქვეყნის თანასწორად აღქმა. დაუბრუნდით რეალიზმის ეპოქაში და ეს რეალიზმი შეეპარა აი ამ ორგანიზაციასაც, ევროკავშირის ორგანიზაციას, რომელსაც თავი მოქონდა ამ იდეალიზმის პარადიგმის თავარ გამომხატველად მსოფლიო მასშტაბით. ალბათ შეიძლება ახსენე, შეიძლება ესეც იყო მიზეზი, რომ შეიძლება არ უნდათ იქ რადიკალების ჯდომა, მაგრამ არ ამგონი ახლა მაგალითად ბრიტანეთს და საფრანგეთს და თუნდაც გერმანიას არ შეეძლოს მათი რადიკალიზმის მოტოქვა, უბრალოდ შეიძლება აქ იყო რაღაც რეალურ საკითხებზე მსჯელობა, სადაც ვისაც აქვს გარკვეულწილად წონა, რაღაც რესურსული მობილიზაციის შესაძლებლობა, მარტო ის ქვეყნები შეიკრიბებიან და აი ხა ლონდონის შეკრება. ესეც ხო სისუსტეზე მიუთითებს, ანუ ამ შტოს პროპაგანდას ხო შეუძლია გამოიყენოს, რომ აი არა კონფლიქტები. გარე თვალით ახლა ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იყო თვითონ ნატოს ალიანსისთვის, ხო, რომ ერთი უსაფრთხოების კოლექტიური ორგანიზაცია და ამ დროს ასეთ შეკრებაზე, სადაც განიხილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომის ბედი ევროპაში, ამ დროს შენ არ პატიჟებ ამ ორგანიზაციის ნახევარს, რომ რა გადაწყვეტილებას იღებს. ეს არ არის ნატოს სამიტი, მაგრამ რეალურად ხო ნატოს ქვეყნები იკრიბებიან. ხო, ეს გარე თვალით საკმაოდ ესეთი არ იყო ლამაზი პიარული სვლა. რაც არ ეშლებოდ ხოლმე ამ შემთხვევაში დასავლეთში, არ ვიცი ეს რატომ მოხდა ხა შიდა კონფლიქტები შეიძლება არსებობდეს, მაგასაც ნუ გამოურიცხავთ. შეიძლება მაგალითად არ უნდათ მაგალითად ვიქტორ ორბანის დაპატიჟება და მარტო ვიქტორ ორბანის დაპატიჟება არ უნდათ და ბარემ რაღაც რამდენიმეს ერთად არ დაპატიჟებთ, რომ ისინიც არ დაესწრონ. მეორე შეკითხვა შეეხებოდა ისტორიული გამოცდილება. ხო, ანუ პარალელის გავლება მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდთან, დაახლოებით იგივე რაღაცა, ხო. მე უფრო შევადარებდი პირველ მსოფლიო ომამდელ პერიოდს, დღევანდელ სიტუაციას. პირველ მსოფლიო ომი ეს იყო პირველ მსოფლიო ომამდე დაახლოებით 30 წელი, ეს იყო პერიოდი, როდესაც მსოფლიოში გაჩნდა რამდენიმე გლობალური მოთამაშე, იმპერია. შემთხვევაში ბოლოს აღზევდნენ გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის იმპერიები, რომელთაც საკუთარი ამბიციები გააჩნდათ. ამ შემთხვევაში მაშინ იყო ეს კოლონიური ამბიციები. და მოხდა აი ამ იმპერიების ამბიციათა ჯახი, რომელიც იყო აბსურდული ომი თავისი შინაარსით, ეს იყო რაღაც მაშინ ბურჟუაზიულ არისტოკრატიული ამბიციების დატაკება, რომელსაც ემსხვერპლა მილიონობით ადამიანი და ისტორიკოსები ხშირად ეძახიან პირველ მსოფლიო ომს, აბსურდულ ომს, რომელსაც არ ქონდა ესეთი არც იდეა არც ნაციონალიზმის ეფექტების ელემენტების ჩიგნი არ იყო, ომი შეიძლება ნაციონალიზმის საფუძველზე აწარმოო, რაღაც გინდოდეს ან ტერიტორიის დაპყრობა, ან გათავისუფლება, ან რაღაცა, მაგრამ ესეც არ იყო მაშინ. ხო, მაგრამ დღეს ჩვენ ცხოვრობთ სხვა, იგივე ეს პარალელი რო გავავლოთ ჩვენ ასეთ მულტიპოლარიზმისთან, ხედავთ რამდენიმე იმპერიის ზრდას, ამ შემთხვევაში ჯერჯერობით 3, მაგრამ დაახლოებით ალბათ 10-15 წელიწადში ამ სამეულს შეიძლება ინდოეთიც შეუერთდეს, იმიტომ რომ ამ ქვეყანას თანდათან იძენს იმ ასეთ საყრდენებს, რაც სჭირდება სამომავლოდ იმპერიულ ძალას და ესეთი იმპერიული წერტილები ჩდება,
რომელიც გარდაულად ადამიანის ბუნება არის კონფლიქტისკენ მიდრეკილი, რა გარკვეულ კონფლიქტებს შექმნის. მაგრამ ჩვენ და საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ესეც ფილოსოფოსების საკითხია, პირველი მსოფლიო ომის ეპოქიდან განსხვავებით ჩვენ გვაქვს სამ შემთხვევაში ბირთვული იარაღი, რომელიც არის მთავარი შემოყალიბებელი ძალა, რომ აი ამ დიდი იმპერიებს შორის დიდი ომები აღარ მოხდეს. ეს პლუსი კი აქვს ბირთვული ომის ქონას, ბირთვული იარაღის ქონას, მაგრამ მინუსი ისაა, რომ ბირთვული იარაღის არსებობით უბრალოდ ყოველდღიურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კაცობრიობის არსებობა. ეს მithumetes ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნის ის არსებობს პროფესიონალის ნაწილი შეიძლება. ამ ასეთ ეპოქაში, როდესაც ესეთი ნეოიმპერიული ეპოქა დგება რეალურად, შეიძლება სხვანაირადაც დავინახოთ ეს პროცესები, რომ რეალურად არა ნეოიმპერიული, არამედ მაგალითად შეიძლება დავინახოთ ესეთ რაღაცა. როდესაც შეიქმნა გაერო 1945 წელს, მას დაახლოებით ქონდა ეგალიტარული სულისკვეთება. კი, მაგალითად იქ იყო უშიშროების საბჭოს მუდმივი 5 წევრი, მაგრამ სულისკვეთება ის იყო, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, ჩვენ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს გაეროს რეზოლუცია მასში დგება საკითხში და დღის წესრიგში და პატარა ქვეყნებსაც ეძლეოდათ ხმის უფლება და უშიშროების საბჭოშიც პლუს 10 ქვეყანაც არსებობდა და ეს გაეროს სულისკვეთება ციმაომა რეალურად მოკლა. ორი დიდი ქვეყანა იყო, რომელიც თავის ნებით, ასე ვთქვათ, მოქმედებდა მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ დღეს შეიძლება დავინახოთ აი ამ სულისკვეთების დაბრუნება მაგალითად ბრიქსის სახით, ხო? რომ ბრიქსის ეს მსხვილი მოთამაშეები გარკვეულწილად აი ამ თანასწორობის პრინციპზე, ეგალიტარულ პრინციპზე, win-win, ანუ ორი ქართულად როგორ თარგმნოთ? ანუ მოგებაზე ორიენტირებულ სისტემაზე შექმნაზე არიან ორიენტირებული. მაგრამ ეს დროთა განმავლობაში ჯერ ჩვენ ახლა ბრიქსის მხოლოდ რაღაც საწყის კონტურებს ხედავთ მაინც, ხო? ეს ხო არ არის რაღაცა მყარი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც ძალიან კონკრეტული პოლიტიკები და დღის წესრიგები აქვს, უფრო რაღაც ესეთი როგორ გითხრა, პლაზმის მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც რა ფორმასაც მიცემ ინფორმას მიიღებს, ხო მაგალითად. ხო, ანუ მაგრამ დროთა განმავლობაში დავინახავთ, როგორ განვითარდება ეს ბრიქსის განვითარება. იქნება ეს რაღაცა ნეოიმპერიული მიმართულება, თუ იქნება ეს აი რაც ვახსენე, გაეროს სულისკვეთების მსგავსი თანასწორობის პრინციპზე. ხო, ანუ როდესაც ვახსენებ თანასწორობის პრინციპს, აი ბრიქსი იძახის, რომ თავი პრინციპი არის ეროვნული სუვერენობის პრინციპი, რაც ანუ მიანიშნებს აი იმაზე, რომ ეს თანასწორობის პრინციპიც შეიძლება იყოს ღირებული ბრიქსისთვის. რახან უკვე მცირეერებზე გადავედით და რა თქმა უნდა არ შეიძლება ჩვენ საუბრობთ გლობალურ პოლიტიკაზე, გეოპოლიტიკაზე და არ ვისაუბროთ მართლა დედამიწის მართლა რუკაზეც შუაში ვართ. თითქმის გაჭხერილი ყველანაირად. ხო, ანუ რუკას როგორ შევხედავ. და ანუ საქართველოს ყველაზე მომგებიანი პოზიციები რა შეიძლება შენ განსახედან იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ახლა თუნდაც თურქეთის განცხადება, ცოტა ხნით მეგონი რამდენიმე დღის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავდაცვის მინისტრმა ესეთი განცხადება გააკეთა, რომ შეუძლებელია სერიოზულად აღვიქვათ და რეალურად აღვიქვათ ისეთი მოლაპარაკებები ევროპის ახალ არქიტექტურაზე, ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, სადაც არ იქნება ჩართული თურქეთი. ხო, თურქეთთან ამავდროულად ჩვენ ვხედავთ თურქეთი სირიის მიმართ როგორ იქცევა, ანუ მას არ დაუმალავს, არასდროს არ დაუმალავს სხვათა შორის განსხვავებით დასავლელი პარტნიორებისგან, რომ მას გააჩნია იმპერიული ამბიციები და დამყრობითი ომებს არ მოერიდება, როგორც კი დაინახავს მის გარშემო შესუსტებულ ქვეყნებს, ხო? იგივე შეგვიძლია რეგიონზეც რა თქმა უნდა გადავიდეთ, მე მგონი კონტექსტი ამას მოითხოვს, რომ გადავიდეთ მთლიანად რეგიონზე, იქ ხაზის პრობლემა, ისრაელის პრობლემაც განვიხილოთ. მაგრამ აი მაინტერესებს ამ შემთხვევაში საქართველოს როლი და საქართველოსთვის ყველაზე პოზიტიური გამოსავლები რა შეიძლება, იმიტომ რომ ეს კრიზისი როგორც უკვე დასაწყისში ვთქვით, როგორც წესი, ესე არ დამთავრდება ტრამპის და პუტინის ხელის მოწერით, კრიზისი არ გადაიჭრება. ხო, ეს კრიზისი კიდე სიღრმისკენ უნდა წავიდეს, ისტორიული გამოცდილება ამას გვეუბნება. ხო, მე ვახსენე ჩვენ პრაქტიკულად უკვე ვართ რეალიზმის ეპოქაში საერთაშორისო ურთიერთობებში. რეალიზმის ეპოქა ეს არის დიდი მოთამაშეების ეპოქა, სადაც სამწუხაროდ პატარა ქვეყნების ინტერესები დიდად არ არის გათვალისწინებული. ამიტომ ამ რეალობიდან გამომდინარე, პატარა ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში რადიკალიზმი არ იქნება მაინდამაინც სწორი გზა, იმიტომ რომ კონსტიტუციაში ნატოსკენ სწრაფად რადიკალიზმი პატარა ქვეყნისთვის რადიკალიზმი სახიფათოა, იმიტომ რომ არასოდეს იცი
შენი მომხრე დაგიცავს, ან შენი მოწინააღმდეგე, ასე ვთქვათ, ზიანს მოგაყენებს, ამიტომ რაღაც გარკვეული ესეთი ბალანსის პოლიტიკა შეიძლება იყოს ჩვენი ორიენტირი, რომელთაც ვთქვათ არც ერთი დიდი მოთამაშის რადიკალურ პოზიციას არ დავიჭერთ და არც რაღაცა შეიძლება ბალანსი მოიცავს ერთის ხარჯზე მეორის დაბალანსებას, შეიძლება ესეც ითქვას. აი მაგალითად ბოლო 20 წლის ბელორუსის პოლიტიკას თუ გავიხსენებთ, ის ხო აბსოლუტურად აი ბალანსის პოლიტიკას, ხო? ბოლო წლებში გახდა ბელორუსი კეთრად მიბმული რუსეთზე, თუმცა მანამდე ესე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს დიდად ეხა ლუკაშენკოს ხელისუფლება არ მოწონდა, მაგრამ ლუკაშენკო რუსულ, ასე ვთქვათ, აგრესიულ ინტერესს აბალანსებდა ევროპული ჩართულობით, როცა საჭირო გახდებოდა და ევროპულ რაღაცა სანქციებით აგრესიას აბალანსებდა შემდგომ, ასე ვთქვათ, რუსეთთან მიბმით და თამაშობდა ამ ბალანსის და მოვიდა დღემდე ბელორუსი, რომელიც ერთ-ერთი ფრონტალური ქვეყანა იყო რუსეთთან დაპირისპირების და ჩვენ იგეგმებოდა კიდევაც ბელორუსის ამ მიმართულებით გამოყენება. გახსოვთ 2019 წელს იყო დიდი გამოსვლები ლუკაშენკოს ხელისუფლების დასამხობად. რენდის კორპორაციას პირდაპირ უწერია ეს. და ანუ რეალიზმის ეპოქაში როგორც ახსენ კრიზისები გამწვავდება. თუ ესეთი არ ამგონია რაღაცა სამყარო რაღაც მარადი უმშვიდობას მიაღწიოს, მე ვახსენე რომ ბირთვული ომიდან გამომდინარე დიდი მოთამაშეები უშუალო ომში ერთმანეთთან არ ჩაერთვებიან და ყოველთვის დარჩება ეს ბუფერული სივრცეები გლობალურად, სადაც ისინი იქნებიან დაპირისპირებულები. და ერთ-ერთი საკვანძო ესეთი ბუფერული ზონა არის კავკასიის რეგიონი, რომელიც დღეს თუ არა რაღაც მომენტში შეიძლება იქნას გამოყენებული კონფლიქტებისთვის. კავკასიის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის იმ გაგებით, რომ ჩვენი რეგიონი პრაქტიკულად სამ დიდ კონტინენტის რა რეგიონის გადაბმის ესეთი ჭიპი, როგორც ჩვენ ახსენე, რუკის ცენტრში ვიყოფებით, აქეთ არის ევროპა, აზია და ქვემოთ ახლო აღმოსავლეთი, ამიტომ სტრატეგიულად ამ კუთხით, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია. თუ მაგალითად თავის ინტერესს ვერ გაიტანს დასავლეთი ამ რეგიონში, შეიძლება, თუ ჩემი არ არის, მაშინ არც არავის არ უნდა იყოს და არ შეიძლება მოხდეს რაღაც გარკვეული ესკალაციები. ხო, თურქეთს რაც შეეხება თურქეთი რეალურად ეხაც არის ევროპის უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, სისტემაში ნატოს სახით, ამ კუთხით მას არაფერი, ასე ვთქვათ, არ ემუქრება, მაგრამ ეს როგორ გითხრათ, თურქეთი არის კი ნატოს წევრია, მაგრამ თამაშგარე მოთამაშეა ნატოშიც. რას გულისხმობ ხა თამაშგარე მოთამაშეა ნატოშიც? თავად ნატოს წევრებთანაც დაპირისპირებულია და დაპირისპირებაში არა, მაგალითად, როდესაც მაგალითად თურქეთს დაჭირდა ნატოს დახმარება, არასდროს დაეხმარა ნატო. ანუ, როდესაც დადგა ერთმანეთის პირისპირ ნატოსა და თურქეთის ინტერესი, ნატო ყოველთვის თავის ინტერესს იცავდა და თურქეთის ინტერესებს საწინააღმდეგოდ მიდიოდა. მაგალითად, კვიპროსის კონფლიქტი 70-იან წლებში, ხო? ეს ნათელი მაგალითია. მაგალითად, ერაყის ომი 2003 წელს, როდესაც კატეგორიულად წინააღმდეგი იყო თურქეთი ერაყში ინტერვენციის და ქურთებისთვის ფედერაციული ერთეულის მიცემის, რაც ძალიან დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული თურქებისთვის, მაგრამ ეს ინტერესი მაშინ შეერთებულმა არასათვალავშიც არ ჩააგდო და ეს პერმანენტული დაძაბულობა საბერძნეთთან, ეს ტერიტორიული საზღვაო დაძაბულობა, რომელიც დღესაც არსებობს და ყოველთვის ნატო საბერძნულ მხარის ინტერესებს ატარებს ვიდრე თურქეთისას. ამიტომ რაღაც გარიყული მოთამაშეა თავად ნატოში, თავის ინტერესებს ის თვითონ იცავს და როდესაც მაგალითად აი ტერორისტთან ბრძოლაში დაჭირდა თურქებს დახმარება, გახსოვთ ახლა სტამბოლში არაერთი ტერორისტული აქტი მოხდა, არც მაშინ ყოფილა გარკვეული რაღაც მზაობა დასავლეთის გარო, აი ტერორისტთა ბრძოლა და თუნდაც ხო კიდევ ძალიან ნათელი მაგალითი ეს პეკაკას მაგალითი, მთავარი სეპარატისტული მოძრაობის მაგალითი, რომელიც ბოლო 40 წელიწადია ებრძვის თურქეთის ეს ოჯალალმა მოუწოდა სულ რამდენიმე დღის. კი, მაი პეკაკას წევრებს ლიდერებს ხარდამჭერებს ნატოს ევროპული ქვეყნები ძალიან წარმატებით იფარებენ და ისინი პოლიტიკურ თავშესაფარი აქვთ იქ. ხო, რანაირად ეხა შენი ნატოს წევრ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვიღაცა საფრთხეს ემუქრება და შენ ამ ადამიანებს იფარებ შენ და პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს. ცოტა პარადოქსული წამონა. მაგის ანალიზი რო გავუგოთ, ანუ ეს ურთიერთობა, ანუ რაზე ფუძდება, ანუ არ სჭირდებათ ამ შემთხვევაში ძლიერი თურქეთი თუ
თუ ძლიერი თურქეთი არ არის დასავლეთის ინტერესში, ის უნდა იყოს ყოველთვის საშიში მოთამაშეა დამორჩილებული. ეს ისტორიულად ასე იყო ოსმალეთის იმპერია, თავარი მიზანი ბრიტანეთსა და საფრანგეთის იმპერიების მე-19 საუკუნეში ეს იყო, რომ ოსმალეთის იმპერია ყოფილიყო დამორჩილებული იმპერია და საბოლოოდ ამ იმპერიებმა დაშალეს კიდევაც ოსმალეთის იმპერია. და ეს ბოლო 2 საუკუნე მოდი ესე ვთქვათ, ოსმალეთის იმპერია და მისი სამართალ მემკვიდრე თურქეთი არის უნდა იყოს დასავლეთის პერსპექტივიდან დამორჩილებული დასავლურ ნებას და ეს თურქული საკითხი არის საკმაოდ კარგი მანიპულაციური საკითხი, რითაც ყურით უჭირავთ ასე ვთქვათ თურქები. ხა თუ ცოტა ისე სიღრმეებში ჩავალთ სირიაში ექსპანსიაზე ამ შემთხვევაში ამაზე ევროპის რეაქცია რა იყო ეს რო ვთქვათ ხო სირიული ექსპანსია საკმაოდ სპონტანურად მოხდა ეს სცენარი რაც ჩვენ ვიხილეთ დეკემბერში ასე არ უნდა განვითარებული იყოს სცენარი თვითონ ერდოღანის ესეთი სურვილიც არ იყო ესე მთლიანად სირიის ტერიტორიის დაკავება, უბრალოდ მაშინ გეგმაში იყო ალეპოს ალყა და ამით ასადის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ დალაპარაკებოდნენ თურქებს, გარკვეული მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, რაზეც ჯიუტად წინააღმდეგი იყო ასადი. ესეც ქურთების საკითხი რა თქმა უნდა. არა მარტო ბევრი საკითხი იყო განსახილველი. და მაგრამ ჩვენ ნახეთ დეკემბერში, რომ რაღაც ყოველ საათობრივ ყოველ შემდეგ საათში რაღაცა ქალაქი დასახლება უბრალოდ იშლებოდა რა რატო არ იყო ეს ინტერესი მაგალითად ეს მთავარი ორგანიზაცია რომელიც ახლა ნომინალურ ხელისუფლებაში იმყოფება სირიის ჰაი თაჰრირ ალ-შამი არ არის იმ მასშტაბის ორგანიზაცია რომელმაც შეიძლება აკონტროლოს მთელი სირიის ტერიტორია და მის წინააღმდეგ არსებობს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობები და ამან კიდევ ერთი პრაქტიკულად თურქული ინტერესი პირდაპირ საზღვართან მიიტანა ისრაელის ინტერესთან რაც შეიძლება რაღაც გარკვეულ დონეზე, გარკვეულ პერიოდში მოხდეს თურქული და ებრაული ინტერესის შეთანხმება რაღაც დონეზე გადათამაშება, მაგრამ ადრე თუ გვიან გარკვეული კონფლიქტები ამ მიმართულებითაც იქნება. თავარი განხეთქილების საკითხი აქ სირიაში ქურთები მათ შორის. ხო და მაინტერესებდა სხვადასხვა ახლა რახან შევხედეთ თურქეთის და ისრაელის ურთიერთობებს. ანუ საზოგადოებრივი ზეწოლა ძალიან მაღალი იყო ამ შემთხვევაში ერდოღანზე. ისრაელის ღაზაში მიმდინარე ოპერაციის შესახებ, ხო, ანუ ომის შესახებ. და ერდოღანს უწევდა საჯარო გამოსვლებში, რადიკალურადაც დაეგმო ეს ყველაფერი, რაღაც აღეთქვა დახმარება თავისი პალესტინელი ძმების მიმართ, ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში თითქოს ის ძალიან ახლოს იყო და მე მგონი ვაჭრობდა კიდეც პარალელურად ისრაელთან და ისრაელის პოლიტიკურ ელიტასთანაც ძალიან დაახლოებული იყო, ანუ შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ანუ ერდოღანის აი ეს პოლიტიკა, რასაც აბალანსებდა შორ თავის შიდა რადიკალურ განწყობებს, ანტიისრაელიტულ რადიკალურ განწყობებს ხალხში, საზოგადოებაში და თავის ელიტურ განწყობებს, ამ შეე თავისი გარემოცვის განწყობებს ისრაელის მიმართ. ანუ აი ამის ჩამოშლის პერსპექტივაზე ვლაპარაკობთ, ეხლა თუ ესე დაახლოვდება საზღვრებით თურქეთი და ისრაელი, ანუ თუ შუაში არ იქნება სირია, ამის თქმა მინდა. ერდოღანის ესეთი რიტორიკა იყო გარდაუვალი აუცილებლობა. გამომდინარე იქიდან 2009 წლიდან მოყოლებული ერდოღანს აქვს ანტისიონისტური რიტორიკა. თავარი განხეთქილება მაშინ მოხდა დაუსის სამიტზე შიმონ პერესთან ღაზის კონფლიქტთან დაკავშირებით. ეს კადრებიც ცნობილია, რომ წამოუხდა ერდოღანი შიმონ პერესს და გავიდა ფორუმიდან. და მის მერე ნეთანიაჰუს ტერორისტს ეძახის, რომ აუცილებლად იერუსალიმი გათავისუფლდება, რომ ღაზა არის თურქების, ღაზელი პალესტინელები არის თურქების მოძმე ხალხი. კონკრეტულად ის ხალხს უსვავს ღაზელ პალესტინელებს, იმიტომ რომ იქ ჰამასია მართველი და ჰამასი არის მუსლიმთა საძმოს ესეთი ფართო ორგანიზაციის წევრი, იდეოლოგიურად აფილირებული ორგანიზაცია, რომელსაც ასევე მფარველობს ერდოღანი. ანუ ერთ იდეოლოგიურ ისლამურ ჩარჩოში არიან ჰამასი და თურქეთის დღევანდელი მთავრობა. ეს იყო გარდაუვალი იძულება, რომ ასე ესაუბრა და გამომდინარე იქიდან, რომ ხალხის მოთხოვნა დაეგმა ყოფილებიდან, მაგრამ რეალურად რა ხდებოდა? თურქული დაზვერვის სამსახურები და სპეცსამსახურები საკმაოდ არის გადაჯაჭვული
ბრიტანულ MI 5-თან, ხო? ბრიტანული დაზვერვა არის გადადაჭრილი, ასე ვთქვათ, მოსადთან და რეალურად ესეთი პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა რეალურად არ ხერხდებოდა, ანუ ეს სადაზვერვო ტრიადა არსებობს რეალურად თურქულ, ბრიტანულ, ებრაული. და მეორე ერთიც, ასე ვთქვათ, ეს ძალიან ყბადაღებული თემა იყო, რომ ისრაელს დაახლოებით 30-40% გაზმომარაგება მიდის აზერბაიჯანიდან, ჩვენი ბაქო-თბილისის ჯეიჰანის მილსადენიდან და თურქეთმა უნდა გადაუგეთოს ეს მილსადენი და არ მიაწოდოს გაზი ისრაელს. თურქეთს ამისი, მე მგონი, შესაძლებლობაც არ ქონდა, იმიტომ რომ ის ამ შემთხვევაში მხოლოდ შეიძლება გამტარი იყო, მიმწოდებელი არის აზერბაიჯანი ამ შემთხვევაში და აზერბაიჯანის ნებას უნდა შეწინააღმდეგებოდა, ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანის ელიტისთვის გარკვეული ფინანსები უნდა მოეკლო, ხო? თუ გაზი არ გაიყიდება ერთ-ერთი თავარი შეფასავალი აზერბაიჯანის არის ეს გაზი. ამიტომ ამასაც ფიზიკურად რეალურად ვერ გააკეთებდა. ხო, ეხლა რაც ახსენე თვითონ ის სირიაში როგორ არის, იცით, არ არის სიტუაცია სტაბილური. ეს ალ-ჯულანი არ არის სტაბილურად მყარად საკუთარ მის პოსტზე, იმიტომ რომ მან ესე იგი სირია არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეთნიკურად და რელიგიურად ქვეყანა, 1000 უმცირესობაა და ადამიანმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ვინც არ არის სუნიტი და არ მისდევს ამ რელიგიას, აპოსტისები, ანუ ურწმუნოები უწოდა, ანუ შეიტურ ალავიტურ უმცირესობას და გარკვეულ წინააღმდეგობაში არიან დრუზებთან, რომელიც სამხრეთით ცხოვრობენ სირიის, ხო? ანუ ურწმუნოების მოწოდება რომ გავსაზღვროთ ამ შემთხვევაში ნიშნავს ის, რომ თავის ყველაზე რადიკალურ ექსტრემისტულ და ხარდამჭერებს ფაქტიურად მწვანე შუქი აუნთო დასახოცად, ხო, გენოციდებისთვის. კი, ქურთები კი არიან სუნიტები ამ შემთხვევაში, მაგრამ მათანაც წინააღმდეგობაშია, როგორც ეთნიკური განზომილებით, რომ აქეთ ესენი დანარჩენი არაბები არიან. ანუ როგორ შეიძლება ასეთმა იდეოლოგიამ მართოს ეს ქვეყანა, ხო, რომელიც აპრიორი კონფრონტაციაში შედის ყველა მის უმცირესობასთან. ამიტომ წინააღმდეგობები არსებობს თვითონ ალავიტურ უმცირესობაში, აი ლატაკია ტარტუს რეგიონში გარკვეული პატარ-პატარა ჯგუფები უკვე იქნება და უკვე ბოლო დღეები გაჩნდა წინააღმდეგობა სირიის სამხრეთში დრუზების სუეიდას გუბერნია ერთი და იქ ორგანიზაციაც კი შეიქმნა წინააღმდეგობის და მათ არ სურთ ჯულანის მმართველობის ქვეშ არსებობა. შეიძლება ეს არის უკვე გარედან манипуლირებული დაჯგუფება ისრაელის მხრიდან, რომელსაც სურს აი ეს დრუზებით დასახლებული სამი რეგიონი, პატარა რეგიონი არის სამი სირიის სამხრეთში, მათზე მოიპოვოს გავლენა თუ ტერიტორიული კონტროლი არა. მაგალითად ბენიამინ ნეთანიაჰუმ, არა მე მგონი თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოფიციალურად მოუწოდა ჯულანის, რომ ამ სამ რეგიონში არანაირი სირიული სამხედრო დანაყოფები არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაბომბავს აი ამ სამივე ამ სამხედრო დაჯგუფებებს, რაც რეალურად რა არის ხა ისრაელი ამით ქმნის ბუფერულ ზონას თავისთვის გოლანიდან დამასკომდე და რაღაც მომავალში შეიძლება ტერიტორიული კონტროლის კი დაამყაროს ამ ტერიტორიას. ეხლა ეს რამდენად მოწონს თურქეს, თურქულ ინტერესში რამდენად შედის ეს შეიძლება ამ მომენტისთვის ამისთვის შეიძლება არცალია თურქეს. თურქებისთვის მნიშვნელოვანია ქურთების საკითხი მოგვარდეს. იმიტომ რომ მისი ესეთი პროტეჟე ალ-ჯულანი დაპირისპირებულია ქურთებთან და რაღაც მომენტში შეიძლება გარდაუვალი იყოს კონფლიქტი. ეს შენ ახსენე აბდულა ოჯალანის მოწოდებაც არ ყოფილა ჰაერიდან გამოვარდნილი თემა. რატომ აბდულა ოჯალანის რო უთხრათ აბდულა ოჯალანი ეს არის თურქეთში ქურთთა სეპარატისტული მოძრაობის ქურთთა მუშათა პარტიის ლიდერი იყო, რომელიც მათ 1978 წელს დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ქურთების დამოუკიდებლობისთვის თურქეთში. ნუ მისი იდეოლოგია იყო, ასე ვთქვათ, მარქსისტული იდეოლოგია, რომელზე დაფუძნებით, ასე ვთქვათ, ის ებრძოდა თურქულ ოლიგარქიულ კაპიტალიზმს. შემდეგ უარყო, მოხდა გადააზრება. აღარ მახსოვს რაღაცა ეწოდება მის ამ იდეოლოგიას. გენოლოგია. ეკოლოგიზმი თუ რაღაცა, ნეოეკოლოგიზმი თუ რაღაცა, ესე ეწოდება. და ბოლოს ახლა და ის 99 წელსში დააპატიმრეს, თუ სწორად მახსოვს, კენიაში და ბოლო 26 წელიწადია უკვე ზის პატარა კუნძულზე მარმარილოს ზღვაში მარტო მხოლოდ ადვოკატს აქვს მისი მონახულების უფლება და ზარის განხორციელების უფლება და დღეს რამდენიმე დღის წინ ის გამოვიდა და მან მოუწოდა მის ორგანიზაციას ამ PKK-ს, ქურთთა მუშათა პარტიას, რომ დაყაროს იარაღი და დაიშალონ. ნუ ახლა და ინტეგრაცია მოხდეს. მოხდეს თანდათანობით ინტეგრაცია. ნუ ეს არის ყოფილა ესე
შემთხვევით ნათქვამი რაღაც სავარაუდოდ იგეგმება კონფლიქტი ალჯულანის ძალებსა და ქურთებს შორის და პლუს თურქებს ჩრდილოეთიდან და ამ შემთხვევაში შეიძლება თურქეთს სურს რომ გაანეიტრალოს PKK, ანუ თურქული PKK-ს და სირიული განაყოფის ეგრეთ წოდებული YPG სახალხო შენაერთების ერთმანეთთან ინტეგრაცია არ მოხდეს და საერთო წინააღმდეგობა აი ამ ბრძოლასთან და სურს ერთი ფლანგი ასე ვთქვათ ჩაჭრას ამ კუთხით და ნუ PKK-ს მებრძოლებმა თქვეს რომ ჩვენ შევწყვეთ ცეცხლს თურქულ სამხედროების წინააღმდეგ, მაგრამ იარაღს არ დავყრითო. ანუ ეს გამოხმაურება უკვე ქონდა საკუთარი პარტიიდან ოჯახს. ანუ ჩვენ ხა რეგიონში შევეხეთ ამ შემთხვევაში სირიას ჩახლართული თემა. არა ხო ძალიან ცეთი და ეს ეს რეგიონი ყოველთვის ასეთი იყო, მაგრამ არ შევეხეთ ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშეს ხო ამ შემთხვევაში ირანს. და მე სხვადასხვის ჰამასთან თუ ესეთი ვიცოდი რაღაც კავშირები ქონდა ჰამასთან თურქეთსაც ამ შემთხვევაში. მაგრამ ამაზე რა თქმა უნდა არავინ არ გვეუბნება. და სხვადასხვის მე მგონი ისრაელსაც კი არასდროს არ უთქვამს ეს ხმამაღლა რომ თურქეთს ამ შემთხვევაში ჰამასთან აქვს კავშირი. მიდიოდა ყოველთვის იმაზე აპელირება რომ ირანის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია და ირანის როლს როგორ ხედავთ და ანუ ეს ჩვენი რეგიონია თითქმის და რახან ახლა ვახსენეთ სირიის საკითხებიც ხო იქ კიდევ გარდაუვალია ყველაზე ცოტა სამოქალაქო ომი რადგან ესეთი რთული ვითარებაა და შეიძლება რეგიონალური ომიც იყოს ის, რაც ჩვენთან არის ძალიან ახლოს არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, ისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადამიანების სიცოცხლეა, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. და აი აქ რა როლი აქვს ახლა ირანს? ხო, აი შენ ჰამას შეხე არ იყო ინფორმაციები რომ მას თურქეთთან კავშირი ქონდა. ჰამასი არის პოლიტიკური პარტია და სამხედროებრივი ყასამის ბრიგადები. პოლიტიკურ პარტიას ქონდა საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა თურქეთთან, მისი პრაქტიკულად წელი არ გავიდოდა რომ ჰამას პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ ჩასულიყო ანკარაში და ერდოგანს არ შეხვედროდა ისმაილ ჰანიეზი მაგ ამ შემთხვევაში საუბარი რომელიც თეირანში მოკლეს რამდენიმე თვის წინ. ამით და ბევრი ასე ვთქვათ პოლიტიკური პარტიის წევრი თურქეთში ცხოვრობდა ჰამასის, ნუ ყატარია მეორე მოდი ვთქვათ თავშესაფარი ჰამასის პარტიული ლიდერებისთვის, მაგრამ ნუ ეს ძალიან გაცხადებული საკითხი იყო, მაგრამ ირანი ასე ვთქვათ ფარულად აიარაღებს უკვე აი ამ გასამხედროებულ ყასამის ბრიგადებს თავარ გასამხედროებულ ჯგუფს ჰამასის და ანუ ეს იყო პრობლემა რომ ანუ საფრთხეს არა პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში არამედ ეს გასამხედროებული ჯგუფები ქმნიდნენ ღაზიდან და აი ამ გასამხედროებულ ჯგუფებს ფარულად აიარაღებს და ირანი. ხო, ირანის სიტუაცია დღეს საკმაოდ კრიტიკულია. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ბოლო პერიოდში ნახეთ რამდენიმე განცხადება ისრაელის ლიდერებისგან რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავარდღათ ირანის ბირთვულ რეაქტორებს, რომ ეს არის პრაქტიკულად გარდაუვალი და თუ არა და ირანი მალე გააკეთებს ბირთვულ იარაღს და ნუ ამითი ჩვენი ასე ვთქვათ რეგიონული უპირატესობა ჩამოიშლება. ამას აი ამ განცხადებას ხელს უწყობს ისიც რომ ადრე თუ მაგალითად სირიის ცა იყო ჩაკეტილი ებრაული ავიაციისთვის, იქ იყო განლაგებული სირიის თავდაცვითი სისტემები, ძველი საბჭოური S-300-ები, ეს თავდაცვითი სისტემა მთლიანად გაანადგურა ისრაელმა ალჯულანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ და შესაბამისად სირიის ცა რეალურად არის თავისუფალი ხა ისრაელისთვის და დარჩა მხოლოდ ერაყის ქურთისტანის სივრცე, რომ ასე ვთქვათ ირანს მიუახლოვდეს სასროლ მანძილზე, ანუ თვითფრინავები ამ შემთხვევაში. ანუ რესურსი იმისა და ალბათობა და პოტენციალი რომ ისრაელმა იერეში მიიტანოს ირანულ ბირთვულ რეაქტორებზე გაზრდილია. მაგრამ ეს აპრიორი ანიშნავს რომ შეიძლება აუცილებლად მოხდება. საპირისპიროდ ხედავთ რომ ირანი გამალებულად იძენს თავდაცვით სისტემებს რუსებისგან, რუსებმა თუ სწორად მახსოვს, მე მგონი S-500-ებიც, S-400-ები ნამდვილად გადასცეს და თუ უკვე მოლაპარაკები მიდის S-500-ებზე და რომელიც განალაგეს აი ამ ბირთვულ რეაქტორებზე ბუშერის ხელშეკრულებაზე აფორმებენ ბუშერის რეაქტორის გარშემო. და ნუ ჩვენ ვხედავთ კიდევ თუ აქედანაც ვხედავთ რადიკალურ პოზიციებზე განცხადებებს, აქედანაც რადიკალური პოზიციებია აიათოლა ხამენეის გამოსვლები იყო ბოლო კვირის განმავლობაში, რომ ის კატეგორიულად გამორიცხავს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს, იმიტომ რომ ისტორიულად ამ მოლაპარაკებებმა ირანს არაფერი არ მისცა, უბრალოდ ეს იყო რიგითი სატყვარა დასავლეთის მხრიდან ირანისთვის. და ნუ გუშინდელი ამბავია
მან სამთავრობო კაბინეტიდან მასუდ პეზეშკიანს დაათხოვინა, ესე ვთქვათ, ლიბერალურად განწყობილი მინისტრები და რაც თავარია გადააყენა ირანულ ლიბერალურად. ხო, რომელი ირანული ლიბერალიზმი ითვლება დასავლეთთან დაახლოების სურველი ჯგუფი. იქაც არის ოლიგარქიული ნაწილი, რომელსაც სურს დასავლურ კაპიტალისტთან ინტეგრირება და ეს საზოგადოების ეს ნაწილი საკმაოდ ასე ვთქვათ ძლიერია, ამას ხო ვერაფერს ვერ უზა, ხო, ბიზნეს ინტერესია, უბრალოდ სადაც ბევრი ფულია იქ გინდა რომ შენი ასე ვთქვათ კაპიტალით შევიდეს და ამ პირიქით შემოვიდეს ინვესტიციები. ხო, და რაც თავარია პეზეშკიანს გადააყენებინა თავარი ესე ვთქვათ დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის და დაალაგების სურვილი ჯავად ზარიფი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჰასან როჰანის პრეზიდენტობისას, მაგრამ ეხა იყო ვიცე-პრეზიდენტი, თუ სწორად მახსოვს, მე მრჩევლის უსაფრთხოების საკითხებში იყო პეზეშკიანის მრჩეველი. ანუ ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ირანის არის ემზადება ებრაული რადიკალი ესკალაციისთვის. ანუ რეგიონიც დგას ასე ვთქვათ გლობალური კონფლიქტის წინ, მაგრამ ჩვენ ყველგან უნდა ვეძებოთ იმედი, რადგან ასე ვთქვათ პატარა ქვეყანა ვარ და არავინ არაფერს არ გვეკითხება, იმედი მდგომარეობს იმაში, რომ მაგალითად დონალდ ტრამპმა პრაქტიკულად მიანიშნა, რომ ის კატეგორიულად წინააღმდეგია ახალი რეგიონული ომის ახლო აღმოსავლეთში და ის რეალურად არ ჩაერთვება ომში ირანის წინააღმდეგ. როდის მიანიშნა ეს? ეს იყო, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო ჩასული ვაშინგტონში თეთრ-სახლში. მან თქვა, რომ მე კი ბატონო, ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შეიარაღებას მოგაწვით, ჭურვებს ასე შემდეგ, ასე ვთქვათ ხაზაში და მის გარშემო ჰეზბოლასთან საბრძოლოდ, მაგრამ ესეთი გლობალური ომი ირანთან არ იქნება. მან ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომ ირანი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე არათუ დასუსტებული, არამედ გაძლიერებული შეიარაღების თვალსაზრისით და ასე ვთქვათ ებრაელი ჟურნალისტი იყო და მან უთხრა, რომ აი ხო არ არის დრო რომ იერში მივიტანოთ ირანზე, იმიტომ რომ ის ახლა დასუსტებულია და ამის საპასუხო თქვა, რომ არანაირი დასუსტებული ირანი არ არის, პირიქით ის შეიარაღება და ტექნოლოგიები არის უფრო განვითარებული ვიდრე აქამდე და მე ამას არ გავაკეთებ. ეს იყო პასუხი. მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, შეიძლება მან დამოუკიდებლად განახორციელოს ეს ოპერაცია შეერთებული შტატებისგან და უბრალოდ შეიძლება როგორც აქამდე აკეთებდა. ხო, უბრალოდ ფაქტის წინაშე შემდგომ დააყენოს შეერთებული შტატები. და აი დასასრულისკენ მინდა ისევ საქართველოს დაუბრუნდეთ ამ შემთხვევაში, ხო ჩვენ ვისაუბრეთ ახლა. ირანი არის ბრიქსის წევრი. ჯერ ის მაინტერესებს, ანუ თურქეთის შენ განცხადება აქვს თურქეთს ბრიქსის წევრობაზე, ესწრება თითქმის ყველა სამიც. და ამას როგორ აღქვამ ეს ნამდვილად სურვილია თურქეთის ბრიქსის წევრი გახდეს და ინტეგრირება მოახდინოს ამ აღმოსავლურ ეკონომიკურ სივრცეში თუ ეს არის უბრალოდ სავაჭრო პოზიცია ევროკავშირთან, რომელიც რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავთ, ჯერ აი ეს რო ვთქვათ, ანუ არის თუ არა დიდი რეალობა, ანუ ალბათობა იმის, რომ თურქეთი ბრიქსის წევრი ხდება და შემდეგ თუ ხდება თუ ვერ ხდება, ანუ ბრიքს შეუძლია თუ არა, კი ვთქვით, რომ აი პლაზმასავით არის ახსენ, ხო, ანუ აქვს თუ არა ბრიքს იმის პოტენციალი, რომ ეს რეგიონალური ომები აგვარიდოს თავიდან განსაკუთრებით, ანუ ჩვენზე გულისხმობ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის იქნება ალბათ ერთ ყველაზე დამანგრეველი, მით უმეტეს, როდესაც რელიგიური ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებული ომები, როდესაც არის, ჩვენ ნახეთ, რომ ჩრდილო კავკასიიდან სხვადასხვა მხარეებიდან ეს ფუნდამენტალისტური ეს ტენდენციები იზრდება ხოლმე იგივე ისლამური სახელმწიფოს შემთხვევაში, ან სხვადასხვა თურქეთის ბრიქსში გაწევრიანების ალბათობა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მე მაინც ამას უყურებ როგორც თურქულ მანიპულაციებს, როგორც შენახსენე ვაჭრობა ევროკავშირთან და პირიქით ვაჭრობა ბრიქსთან ევროკავშირით, მაგალითად ბოლოს იყო ესეთი განცხადებები თურქული პოლიტიკური კლასის მიერ, რომ ევროკავშირს თუ უნდა მომავალი კონდეს და განვითარდეს, აუცილებლად უნდა მიიღოს თურქეთი. ანუ იქითაც არის ასე ვთქვათ მისწრაფება. მაგრამ შეიძლება რაღაც ეტაპზე გარდაუვალიც კი გახდეს თურქეთის ბრიქსში გაწევრიანება, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი აზრით ნაადრევი არის. ხო, უფრო ასე ვთქვათ ერდოღანი გამოირჩევა რაღაც მის საგარეო პოლიტიკას ეძახიან აღმოსავლურ ბაზარში ვაჭრობას, მეთოდოლოგია არის რაღაცა ძირითადად აღმოსავლურ ბაზარებში ეს არის მანიპულაცია, სპეკულაცია, მოტყუება ასე შემდეგ.
ხო, ანუ მის საგარეო პოლიტიკას ხშირად ასე ახასიათებენ. ხო, რაც შეეხება ხა კონფლიქტების თავიდან არიდებას ბრიქსის მხრიდან ბრიქსი სანახევროდ იმეორებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას. თუ იმ ქვეყნებში გაჩნდება კონფლიქტები, რომლებიც არის ამ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები, ნუ ვახსენოთ ეს სანახევროდ უსაფრთხოების ორგანიზაცია და არა ეკონომიკური, იმ ქვეყნებში შესაძლოა ბრიქსმა, ანუ ბრიქსის დიდმა მოთამაშეებმა გარკვეული ასე ვთქვათ უშუალო ჩარევა მოახდინონ და ინტერვენცია კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ თუ ამ ორგანიზაციის გარეთ მოხდა გარკვეული კონფლიქტები, მე ვეჭვობ, რომ უშუალო ჩართულობა მოხდეს, თუმცა შეესწებიან გარკვეულწილად ამ ორგანიზაციაში ეთქულისხმობთ ორივე წევრმა ორგანიზაციამ რომ ერთმანეთში დაიწყოს კონფლიქტი, თუ წევრ ორგანიზაციაზე რომ მიიტანოს ინტერიერში. თუნდაც ან ერთმანეთში, აი მაგალითად საკმაოდ მწვავე არის ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ტერიტორიული კონფლიქტი ფერგანას ველზე, ხო? თითქმის წელი არ გავა, რომ იქ შეტაკებები არ მოხდეს, მაგრამ ორივე ქვეყანა არის შანხაის ორგანიზაციის წევრი და ნუ აი ამ ფარგლებში რაც თავარია, მე მგონი ორივე არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრიც და ან რუსეთი ძირითადად ცდილობს ხოლმე იქ სიტუაციის დაალაგებას, თუმცა ეს კონფლიქტი არც ჩინეთის ინტერესში არ შედის, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი საკმაოდ ახლოს გადის ყაზახეთში შედის ეს მარშრუტი, მაგრამ ყირგიზეთშიც არის ერთ-ერთი აბრეშუმის გზის ერთი მიმართულება, ამიტომ ეს კონფლიქტი არც ჩინეთის ინტერესში არ არის. ნუ აი ესეთი მასშტაბის კონფლიქტები სავარაუდოდ იქნება თავიდან არიდებული, მაგრამ ამ აზიური მატერიკის მიღმა მათი ანუ შეიძლება მათ მოახდინონ რაღაც რბილი ძალით პრევენციები. მაგალითად 2000 აღარ მახსოვს ეს 2002 წელი იყო თუ 2001 წელი. ზუსტად შანხაის ორგანიზაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთ სამიძე სი ძინპინმა ძალიან ხმამაღლა განაცხადა ერთი რამ, რომ ვისაც სურს აი ამ დიდ ასე თქვათ ბრიქსის სივრცეში გაწევრიანება და ასე ვთქვათ მისწრაფება ჩინეთთან თანამშრომლობისკენ, მან უნდა მოახდინოს ეს ხავერდოვანი რევოლუციების პრევენცია და ეს პერმანენტული რეჟიმ ჩეინჯები. ანუ რეალურად მან მიმართა პატარა ქვეყნებს, რომ შექმნა შიდა სტაბილურობა და ჩვენს ჯიბზე 2003-ში ეგრევე და ნუ 2022 ხო ანუ რეალურად ხო ანუ მიმართა რომ თუ თქვენ ვერ შექმნით შიდა სტაბილურობას პატარა ქვეყნებს მაშინ და გინდათ ამ ჩემთან ურთიერთობა თქვენ ადრე თუ გვიან გახდებით ასე ვთქვათ ზეწოლის და манипуляციების მსხვერპლები და ნუ როგორც დღევანდელობა გვანახებს ბევრ ქვეყანაში ესეც ვითარდება მოვლენები ასე დასავლურ ინტერესს არ სურს გარკვეული სტაბილურობა იმ ქვეყნებში რომელსაც სურს ჩინეთთან ურთიერთობა. ნუ როგორც ხდება ხოლმე გადაცემის ბოლოს მივედით მე მგონი ყველაზე საინტერესო საკითხამდე თვითონ მოიტანა ასე ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და ზუსტად ამის შემდეგ ხდება ის რაც ხდება და რაც ახლა უკვე ინერციით ნუ მინელების რეჟიმში არის თბილისის ქუჩებში. შეგვიძლია ვთქვა თუ არა, ანუ აი შენი პერსპექტივიდან, შენი ანალიზით მივდივართ თუ არა ჩვენ ზუსტად აი ამ ორგანიზაციებისკენ, ამ სტრუქტურებთან ინტეგრაციისკენ თუ ჩვენ უბრალოდ მართლაც აი ბალანსის პოლიტიკაზე ვართ ჯერ კიდევ ჩამოკიდებული, ანუ და ამას ვამბობ რატომ? იმიტომ რომ ბალანსისთვის საჭიროა რომ ორი თანაბარი მასა იყოს იქით-აქედან, ხო? ანუ ხედავთ ევროპის მდგომარეობას ამ შემთხვევაში, ხედავთ რომ ევროპა ფაქტიურად თუ ევროპას შენთან ახლა ურთიერთობა უნდა ურთიერთობა იმიტომ რომ შენ ხარჯზე რაღაცა მიიღოს და არა იმიტომ რომ იყო სრულუფლებიანი როგორც ამბობ პარტნიორი და განსაკუთრებით ახლა ამ კრიზისის ფონზე ერთი მეორე თუ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ვისაუბრებთ ეს რა თქმა უნდა გულისხმობს პირველ რიგში ნატოს რომელიც უკრაინის მაგალითზე ვხედავთ რომ ეს არ არის უსაფრთხოების გარანტია, პირიქით ეს არის გარანტირებული საფრთხე შენთვის. ამ შემთხვევაში, ანუ ბალანსის პოლიტიკა არის ეს თუ არა და თუ ეს ბალანსის პოლიტიკა რამდენად რაციონალურია და თუ არ არის ბალანსის პოლიტიკა და მართლაც ჩვენ ვიწევთ ამ შემთხვევაში აღმოსავლეთისკენ შევტრიალდით, იგივე ნუ პორტის საკითხიც რო განვიხილოთ და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხები და მე მგონია ახლა ჩინური ბანკების შემოსვლაზეც იყო ბოლოს ყველა ლაპარაკი ჩვენთან.
აი ამ პერსპექტივაზე რო ვისაუბროთ. ხო, ან ბალანსის პოლიტიკისთვის საქართველოსთვის ეს ოპტიმალური ფორმატი არის ეგრეთ წოდებული 3+3, სადაც სამი დიდი მოთამაშე ერთმანეთს აბალანსებს რეგიონში. მაგრამ ერთი ნატოს წევრი. ხო, ერთ-ერთი ნატოს წევრი კი ბატონო, მაგრამ ეს შენახსენე ბრიქსში გაწევრიანება რაღაცა მე მგონი აქამდე ცოტა შორია, ანუ რეალურად თუ ჩვენ სიგნალებს გულისხმობთ შემთხვევაში. ჯერ თუ 3+3 ფორმატში არ დათანხმდა საქართველოს მონაწილეობას, მაშინ წარმოუდგენელია ბრიქსში გაწევრიანება, ხო? 3+3-ში თურქეთი მაინცაა და ბრიქსში ჯერჯერობით თურქეთი არაა. ანუ ამ მიმართულებით ჯერჯერობით ნადრევია, თუმცა თუ ჩვენ ანუ მოვლენები ისე განვითარდა, რომ შეერთებულმა შტატებმა გარკვეული ინტერესი შეამცირა ატლანტიკური სივრცის მიმართ და ასე თქვა მთელი ინტერესი გადაისროლა აღმოსავლეთით და არ გამოურიცხავ რომ მოდი დავარქვათ ამას რომ ისტორიის ტალღამ მოგვისროლოს აღმოსავლეთისკენ ანუ ანუ ფაქტის წინაშე დავდგეს ქვეყანა რომ უბრალოდ არ არსებობს გამოსავალი შეიძლება იქით და რაღაც აქეთ ხო ამას დრო აჩვენებს ახლა ჩვენ ვიყოფებით იმ დროში სადაც თითქმის ყველაფერი გაურკვეველია ანუ რამდენიმე ერთი წლის დღის წესრიგსაც ადამიანი სავარაუდოდ ვერ გათვლის, იმიტომ რომ ყოველდღიურად იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში. თუმცა ესე დიდი ტენდენციების მიხედვით, როგორც გითხარი, შეიძლება ესეც მოხდეს. მეორე კითხვა იყო შენი ჩვენი პერსპექტივები ამ შემთხვევაში ჩინეთთან. ხო, ანუ ეს მინდოდა მეთქვა კი. მარკო რუბიოს საინტერესო განცხადება იყო რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენი მთავარი მოტივი იქნება ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტის არ განხორციელება. რაც მე ძალიან ესე თქვა ცუდად მენიშნა, მოდი ვთქვა, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ანაკლის სპორტი აი ამ ანუ შუა დერეფანი ციგულისხმობა თქონდა. რა თქმა უნდა, ხო. ანუ ამ მხრივ შეიძლება ამერიკული ინტერესი საქართველოში დარჩეს, იყოს, რომ არ დაუშვას ეს შუა დერეფნის პროექტის განხორციელება. ან დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესს ღიად ამ შემთხვევაში. ნუ პრაქტიკულად ასე გამოდის, რაც ან ხო ჯერჯერობით შეერთებულ შტატებს ანუ ამ ადმინისტრაციას არცალია საერთაშორისო კონფიგურაციების ჩამოსაყალიბებლად მას აქვს შიდა გამოწვევები არის მასშტაბური ბიუროკრატიული წმენდა და მასშტაბური ინსტიტუციური განახლება. ამას დაჭირდება დრო და ეს საგარეო რაღაცა ფორმატების შექმნისთვის, როგორც ხედავთ, საკმაოდ თვითონ ეს დიპლომატიური корпуსი რაც შექმნა ხა ტრამპმა საკმაოდ სუსტია, ანუ ხა მარკო რუბიო და მაიკ ვოლცი მაიკ ვოლცი ახლა საერთოდ ახალი სახეა ამერიკულ პოლიტიკაში და პიტ ჰექსეტიც ამ შემთხვევაში თავდაცვდიანეს. მარკო რუბიოც საკმაოდ სუსტი კადრი იყო საერთაშორისო მიმართულებით, მისი თავარი ფოკუსი იყო ლათინური ამერიკა, კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუას, გამომდინარე იქიდან რომ ის კუბელია წარმოშობით ხო. მაგრამ რაღაც მომენტში შეერთებული შტატები ამას დააგვარებს შიდა საქმეებს და შეხედავს რა ხდება რეგიონებში. ამას რამდენი დრო დაჭირდება ჯერ გაურკვევლია აი ეს არის მაგას ვიძახი აი გარკვეული რაღაც რეგიონული ფორმატები რასაც ვიძახი აი 3+3 ფორმატი შეიძლება იყოს ოპტიმალური ვარიანტი გარკვეული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად. და სხვათა შორის მე მგონი რომ იწევს ჩვენი პოლიტიკა მაგასკენ რომ რაღაცა გააქტიურდა თითქოს ამაზე საუბარი, შემდეგ ერთ-ერთი პარლამენტარი გამოვიდა და რაღაც დაგმოდა უარყო უცებ, მე მეორე დღეს თითქოს შეარბილა პოზიცია. ანუ მე იმას კი არ ვიძახი რომ რაღაცა 3+3 არის მიზანი. რაღაცა პანაცეა. უბრალოდ აი ამ გაურკვეველ სიტუაციაში რაც არის სოფლიოში და არის ყოველდღე არასტაბილური ბუნდოვანი პროცესები მიმდინარეობს, ანუ რა წარმოიქმნება აქედან, როგორ დასტაბილურდება საერთაშორისო სისტემა ჯერ არავინ არ იცის. აი ამ ბუნდოვანში შენ უნდა უზრუნველყო რაღაცა ფორმატით შენი სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ამ შემთხვევაში ეს ფორმატი მეჩვენება, იმიტომ რომ თუ ჩვენი კლასიკური საგარეო პოლიტიკა რაც იყო აქამდე ევროკავშირში გაწევრიანება და ნატოში გაწევრიანება, ჩვენ ნახეთ ხო ნატოზე პრაქტიკულად დონალდ ტრამპმა თქვა რომ სანამ დონალდ ტრამპი იქნება, სავარაუდოდ ნატო არ გაფართოვდება და დონალდ ტრამპის მერე რა იქნება, ხო, ანუ სადღაც 500 წლიან პერსპექტივაში, რაღაცა არც ერთ ამ ორგანიზაციაში ჩვენი დაახლოება არ ივარაუდება და აქ 10 წელი რასაკეთებ, ხო? ამას ვიძახი, რაღაც გარდამავალი პერიოდისთვის რაღაც ფორმატებია საჭირო სტაბილურობის შესანარჩუნებლად. კი ბატონო.
და შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყოს შოთა თხელიძე, საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი. შოთა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ჩვენი სასაუბრო თემა იყო გლობალური პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და მიმდინარე ამბები, ასევე იმის ანალიზი თუ რას შეიძლება ველოდეთ როგორც სოფლიოში, ისე რეგიონში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად სანდებოდეთ.